2024 წელს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრატორებმა არაერთი წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, პლაკატი და რუკა აღადგინეს. როგორც ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატალია ელიზბარაშვილმა განაცხადა, გასულ წელს განყოფილებამ 3 მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა თავის პრაქტიკაში. პირველად მოხერხდა ძველი ლითონის საკეტის აღდგენა მცირე შემორჩენილი ფრაგმენტის საფუძველზე 1791 წელს ერეკლე მეორის სტამბაში გამოცემული ჟამნის აღდგენისას. ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს ოქროს სითხით ვეფხისტყაოსნის მოოქროვილ ყდიანი გამოცემის აღდგენისას, რის შედეგადაც იშვიათ გამოცემას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. მისივე თქმით, პირველად დამზადდა აღმოსავლური ყდა და აღდგა ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული არაბული ხელნაწერი. 2024 წელი ძალიან წარმატებული წელი გქონდა და ძალიან მახარებს ეს ამბავი, უბრალოდ გქონდა 3 ინოვაცია, რაც მინდა გამოვყო. ეს იყო პირველი ახალი საკეტების დამზადება, არ ქონდა ჟამნი გავაკეთეთ ესეთი წიგნი, რომელსაც არ ქონდა საკეტები, უბრალოდ ქონდა ხის ბურთულები და ამ ბურთულების მიხედვით მივხვდით, რომ ტყავის საკეტი ქონდა მას. დავამზადეთ იდენტური საკეტი და დავაძველეთ შესაბამისად ფერიც მივეცით ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, ანუ ყდას რა ფერიც ქონდა ზუსტად ის ფერი. ეს არის პირველი ინოვაცია, მეორე იყო ვეფხისტყაოსანი დავფერეთ ოქროს სითხით, ასე ვთქვათ. ეს რამდენჯერმე ცადეთ გამოვიდა და არ გამდგრადობაზე შევამოწევდა, საბოლოოდ გამოვიდა ფანტასტიკური, აი ულამაზესი მდგრადიც და თავდაპირველ სახეს დავამგვანეთ, როგორიც იყო და მესამე იყო არაბული ყდა. ეს თვითონ ხელნაწერის რესტავრაცია საკმაოდ გართულდა, მაგრამ ყდა ახალი დავამზადეთ, ანუ აღმოსავლური ტიპის ყდა ისეთი, რომელიც ჩვენ არ ქონდა დამზადებული. ანუ ეს 3 ინოვაცია ამ წელს ძალიან გვახარებს, რომ უკვე პრაქტიკაში გვაქვს. საკმაოდ დიდი რაოდენობის ერთეულს ჩაუტარდა რესტავრაცია, განსაკუთრებით მახარებს, რომ პრესის მუზეუმის პერიოდულ გამოცემებს ჩაუტარდა რესტავრაცია. სარარიტეტო გამოცემა 351 ცალი დავითვალეთ წელს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადეს, ყველაზე მეტად გაზეთები ცვდება. ამდენად აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფონდის დაუყოვნებლივ დამუშავება. სამუშაოების ფარგლებში მე-19-მე-20 საუკუნეების გამოცემებს ჩაუტარდა კონსერვაცია, რესტავრაცია, რამაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაზარდა. აღდგა მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი ქართველი მხატვრების მიერ ილუსტრირებული თხელყდიანი წიგნებიც. ნატალია ელიზბარაშვილის განცხადებით, კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების ახალი ლაბორატორია 2025 წელსაც არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემის რესტავრაციას გეგმავს.